ადამიანებმა ოკეანის მხოლოდ 5%-ის გამოკვლევა შეძლეს. ეს უზარმაზარი წყლის მასები უამრავ საიდუმლოს მალავს. წყლის ფსკერზე ჩაძირული უზარმაზარი ხომალდებით დაწყებული ყველაზე საშიში ზღვის არსებებით დამთავრებული. როდესაც ასეთ კადრებს უყურებ, თავიდან ფიქრობ, რომ ეს ფოტოშოპია და შეუძლებელია ზღვაში ასეთი პროპორციული კვადრატები გაჩნდეს. თუმცა ზღვა დროდადრო გვაჩვენებს და აშკარავებს იმ საიდუმლოებებს, რაც დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო ადამიანის თვალისგან. დღევანდელ ვიდეოში განსხვავებულ და საშიშ ბუნებრივ მოვლენებზე ვისაუბრებთ, ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურე ვიდეოს. დავიწყოთ. ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოვლენა, რაც კი შეიძლება ზღვაზე ან ოკეანეში მოხდეს, ეს არის კვადრატული ტალღები, რომელსაც ჯვარედინტ ტალღებსაც უწოდებენ. კვადრატული ტალღებით განსაკუთრებით ცნობილია საფრანგეთის დასავლეთ სანაპირო, რომელიც როგორც წესი უამრავ ტურისტს იზიდავს. ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან ამ სანახაობისთვის, მაგრამ ადამიანს თუ რეალურად სურს დატკბეს კვადრატული ტალღების ხედით, ეს უმჯობესია შორი მანძილიდან გააკეთოს ან ზამთრის დღეებში ეწვიოს სანაპიროს. ზოგადად ტალღები ზღვის და ოკეანის ზედაპირზე წარმოქმნილი წყლის უდიდესი მასებია. ტალღების გამომწვევი მიზეზი მთვარისა და მზის მიზიდულობის ძალები, ქარი, ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, წყალქვეშა მიწისძვრები და ზღვის ფსკერის დეფორმაცია. ამ მიზეზების შესაბამისად განარჩევენ მოქცევის, ქარის მიერ და ბარიულ და სეისმურ ტალღებს. ტალღები, რომლებიც განუწყვეტილ განიცდის ენერგიის ზემოქმედებას, იძულებითია, ხოლო ტალღები, რომლებიც გამომწვევი ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგაც განაგრძობენ მოქმედებას, თავისუფალია. მაგრამ რას ნიშნავს კვადრატული ტალღების წარმოქმნა ზღვაში? ეს ტალღები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც დინებას და ქარს წყალი ერთმანეთის საპირისპიროდ მიაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ახალი ქარის ნაკადი წარმოქმნის ახალ ტალღას, როცა ამავდროულად ძველი წარმოქმნილი ტალღა ისევ აგრძელებს მოძრაობას თავისი მიმართულებით. ეს მოვლენა საშიშია როგორც ხომალდებისთვის, ისე ადამიანებისთვის. ამიტომაც ამ მოვლენას შეამჩნევთ თუ არა, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ ხმელეთზე. ტალღები ამ დროს დიდი სიჩქარით მოძრაობენ და დიდი ალბათობით ნაპირიდან ძალიან შორს გაიტაცებს ასეთი ტალღა ადამიანს. მას შეუძლია პატარა ნავიც კი გადააყირაოს. რეალურად ასეთ დროს ზღვაში ძლიერი ნაკადი იქმნება, რაც ყველაფერს სიღრმისკენ ეკაჩება. ასე რომ სანაპიროზე მოცურავე ადამიანის ძალიან შორს გადაცება შეუძლია ასეთ ტალღას, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე მარტივია. ვულკანური ელვა. ნებისმიერი ელვა გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში, რომელსაც თანსდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება. უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი უფრო ზემოთ, მაგრამ რა შუაშია ვულკანური ელვა. რატომ ჩნდება ვულკანის ამოფრქვევის დროს ელვა? ელვის წარმოშობა ბოლომდე როგორც წესი ღრუბლებშიც კი არ არის გარკვეული და შესწავლილი, მით უმეტეს ვულკანური ელვის. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ვულკანის ყელიდან ამოწყორცნილი მაგმური ბურთულები და ვულკანური ფერფლი ელექტრული მუხტების მატარებელია და განსხვავებული მიმართულებით მოძრაობს. საბოლოოდ კი ისინი სივრცულად გამოყოფილ არეებს ქმნიან. სხვა ვერსიის მიხედვით ასეთი განმუხტვა ვულკანური ფერფლის შემადგენელი დამუხტული ნაწილაკების შეჯახებით შეიძლება ხდებოდეს. საიდან ჩნდება ელექტრული განმუხტვები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებს შორის დღემდე მიმდინარეობს დავა, მაგრამ ძირითადი თეორია ასე ჟღერს. ელვა ვულკანის თავზე იმავე პროცესების წყალობით ჩნდება, რაც ღრუბლებში ელვის დროს ხდება. გრიგალის დროს სხვადასხვა მუხტით დამუხტული ყინულისა და ნესტის ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება და ელექტრულ განმუხტვას წარმოქმნის. ვულკანის თავზე ზუსტად მსგავსი რეაქცია ხდება. ვულკანის ყელიდან აღმართული ნაწილაკები დადებით მუხტს ატარებენ, ხოლო ქვემოთ დაშვებული ფერფლი უარყოფით შეჯახებისას ისინი ელექტრულ ნაბერწკალს წარმოქმნიან, რომლებიც ადვილად იფანტებიან ნესტიან ჰაერში. ასეთი დაძაბული ატმოსფერო მიწიდან რამდენიმე მეტრში იქმნება. შესაბამისად, მაგმის ნაკადები მუხტის კომპლექსურ განაწილებას ახდენენ, რისგანაც ელვა იშვიათად აღწევს ზედაპირამდე. ბრაინიკლი. ეს გახლავთ წყალქვეშა ყინულის ლოდი, რომელიც სიღრმეში წარმოიქმნება. ის მაშინ წარმოიქმნება, როცა ნაკლებად მარილიანი წყალი ოკეანის წყალს ერევა. ფსკერზე დაშვებული ბრაინიკლი გზად ყველა სულიერს ყინავს. ბრაინიკლი ძალიან სწრაფად წარმოიქმნება და ის მაშინაც აგრძელებს ზრდას, როდესაც ფსკერს მიაღწევს. ზრდა გრძელდება ფსკერზე და ის ყველა ცოცხალ არსებას ყინავს, რომელსაც კი შეეხება.
პენიტენტესი. ეს ერთგვარი წვეტიანი ყინულის მასების წარმოქმნა. Რაღაცით ეს ყინულები წყალქვეშა ყინულის მასებს გავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პენიტენტესი მაღალ მთებში ჩნდება. წარმოიდგინეთ, ასეთი ყინულის წვეტიანი ფორმების სიმაღლე შეიძლება 4 მეტრსაც კი აღწევდეს. პირველად ისინი 1835 წელს ჩარლს დარვინმა აღმოაჩინა. მოგზაურობის დროს, როდესაც ის ჩილეში იმყოფებოდა, სწორედ აი ასეთი სურათი დაინახა. მათი წარმოშობა ქარს დაუკავშირა, თუმცა დღეს მეცნიერებმა იციან, რომ ასეთ ფორმებს ქარი კი არა, მზე ქმნის თოვლისგან. 2001 წელს კოლორადო ბულდერის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა მერედით ბეტერტონმა პენიტენტეს, ანუ ყინულის წვეტიანი შვერილები ლაბორატორიაში შექმნა. ყარიდან აირატში გადაყვანის პროცესებით. პენიტენტესი მომლოცველ ხალხს ნიშნავს. ეს მოვლენა, რომელიც მაღალ მთებში გვხდება, რეალურად გავს ჯგუფურად შეკრებილ მომლოცველ ხალხს. ცეცხლოვანი ცისარტყელა. როგორც წესი, ცეცხლოვანი ცისარტყელა ზაფხულის ცხელ დღეებში ჩნდება და ის ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა შემჩნეული. სინამდვილეში ამ მოვლენას არანაირი კავშირი არ აქვს არც ცეცხლთან და არც ცისარტყელასთან. მზის სხივები ყინულის კრისტალებში გავლისა და გარდატეხის შემდეგ ცაზე მსგავს ნათებას ქმნის. ფენომენი თავს მაშინ იჩენს, როდესაც მზის დახრილობა ჰორიზონტზე 58 გრადუსზე მეტია, ხოლო ყინულის კრისტალები ღრუბლებში ჰორიზონტალურად არის განლაგებული. კლილუკის ტბა. ეს ბუნების ისასწაულია, რომლის ნახვის შემდეგ იჩნდება კითხვა. როგორ? კანადაში ბრიტანულ კოლუმბიაში მდებარეობს ლაქებიანი ტბა, კლილუკი. იგი მდიდარია მინერალებით. ზაფხულის ცხელი დღეებისას კლილუკის ტბის წყალი ორთქლდება და მის ზედაპირზე ჩნდება მრგვალი საოცარი სილამაზის მქონე ფორმის წყლით სავსე ლაქა, რომელთა ფერთა გამა ამინდების მიხედვით იცვლება. ტემპერატურის +43 გრადუსის ცელსიუსის პირობებში ტბის ზედაპირზე ჩნდება დაახლოებით 400-მდე წყლის კუბე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტბაში არ ბინადრობს არც ერთი სახეობის თევზი და მასში მხოლოდ რამდენიმე მიკროორგანიზმია გავრცელებული. ერთი შეხედვით ეს ოპტიკურ ილუზიას მოგვაგონებს, მაგრამ სინამდვილეში ის ბუნების სასწაულია. ერთ-ერთი უძველესი ლეგენდის მიხედვით ტბამ შეაჩერა მრავალწლიანი ომი ორ კანადელ ინდიელთა ტომს შორის. მებრძოლებმა, რომელთაც ბრძოლის შემდეგ ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული, ტბის წყლით განიბანეს, რადგანაც იარები მალევე მოუშუშტათ და შესაბამისად მათი ფიქრეს, რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა ბრძოლას, რადგან იარებს ამ ტბის წყალი მაინც აშუშებდა. დღეს ამ ტბასთან ახლოს მისვლა არც ისე ადვილია. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ტომიდან სპეციალური ნებართვაა საჭირო იქ მისასვლელად. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეოც დასასრულს მივუახლოვდა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. ეს ჩვენი ახალი არხია, Boomstory, ამიტომაც ახლავე გამოიწერე არხი და ზარის ღილაკიც გააქტიურე. ასევე ამ ვიდეოს დალაიქებაც არ დაგავიწყდეს. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით, რომელიც ძალიან მალე დაიდება. დროებით.